სამართლიანია თუ არა, როდესაც კეთილი ადამიანი ემეგობრება ბოროტ ადამიანს. რა არის იცი? თუ მიზანი ის არის, რომ არ დატოვოს ის ცუდი ყოფაქცევის ბავშვი და თუ ის უჯერებს ამას, რომ წამოიყვანოს თავის თვითონ კი არ აყვეს ბოროტებაში, არამედ სიკეთე ასწავლოს. თუ ატყობს ამას, მაშინ შეიძლება ემეგობრებოდეს, მაგრამ თუ ატყობს, რომ ის ბოროტებას მიცადის თავის წუმპეში ითრევს იქით, მაშინ უნდა გაანებოს თავი. იცით როგორ ამბობენ წმინდა მამები? აი დაუშვათ ვიღაცა იხჩობა. აი მდინარეში იხჩობა და გეუბნება, რა ქვია შენ? სესილი დამეხმარე გიყვირის იქიდან. შენ რა უნდა გააკეთო? როგორ? აი ნახე შენ რა კარგად თქვი. ხელის გაწოდება არ შეიძლებაო, წმინდა მამები ამბობენ. განა იმიტომ რომ არ დაეხმარო. აი რა თქვა შენ რა ქვია? თამარმა ნახე რა თქვა? თოკი ჩაუგდო, ან რამე წმინდა მამები ჯოხს ამბობენ. კი ბატონო, რატო არა ხელი და რატომ ჯოხი? მოიცა არა, ყველამ ერთად არა, შენ რა სიტყვა? იმიტომ რომ ისიც წყალში ჩაიძირება. ანუ ნახე ჩემო მეგობრებო, თუ არ უნდა ამოსვლა და შენი ჩათრევა უნდა, ხელს თუ ჩაკიდებ, ჩაგითრევს და თუ ჯოხს ჩაკიდებ, ჯოხს გაუშვებ ხელს და წავა. თუ ამოსვლა უნდა, მოეჭიდება და ამოვა. ანუ შენ დახმარება გაუწია, იმიტომ რომ გაუწოდე, თოკი იქნება ჯოხი ამოვა, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ადამიანს ამოსვლა კი არ უნდა. შენი გათხრაც უნდა. აი მაგალითად, თუ არ ვწდები ჩეხოს ერთი ასეთი იგავარაკი აქვს. ერთი კატა, ასე იგი, ხაფანგში მოიყოლებს კუდს. და ახლა არჩევანის წინაშე დადგება. თუ ესე დარჩება, მოვა პატრონი და მოკლავენ ამ კატასთან. თუ არა და უნდა კუდი გაიგლიჯოს და კუდი იქვე დატოვოს და წავიდეს და ქართულ ფილმში როა შევხედე და შემეშინდაო, სიგდის სიღარიბე ჯობდაო, სიგდის ამანაც უკუდობა არჩია. გაიგწყვიტა ეს კუდი და წავიდა. დარჩა უკუდო. ეხლა სხვენია რომ უკუდოა. მაგრამ ნახე რა გააკეთა? მოიწვია ახალგაზრდა კატები, პატარა კნუტები და ეუბნება, იცითო უკუდო რო ხარ, რა კარგიაო. და ამ პატარა კნუტებმაც დაიჯერეს და უკვე დააპირეს, რომ თვითონაც მოიწვიტონ კუდები და იქ ერთი მოხუცი კატა გამოვიდა და ეუბნება, არა, უკუდობა კი არ არისო, კარგიო. მას სხვენია მარტო თვითონ რო არის უკუდო და იმიტომაც გაჯერებთ თქვენ, რომ თქვენც ესეთები გახდეთ. ანუ იმას უნდა რომ თავის უზნეობაში სხვები ჩაეთრიან. ხდება ზოგჯერ ეგ. ამიტომ იქ ჯოხს რომ გაუწოდებ, შენ ვერ ჩაგითრევს. ანუ ეხლა მოდით ჩვენ ცხოვრებაში როგორ არის? დავუშვათ მეგობრობ ადამიანთან. თუ ის გეუბნება რომ წამო სადმე მოვიპაროთ რაღაც. წამო რაღაც უზნეობა ჩავიდინოთ. ვიღაცას რამე წავართოთ. შენ ეტყვი რომ არ მინდა მაშინ. მე ეგეთ რაღაცაზე ვერ წავა, ნუ გაუშვა იმ ჯოხს ხელი და წავიდეს. და თუ ის გეკითხება რომ აბა მე როგორ მოვიქცე ესე შენ როგორც იქცევი, მაშინ ასწავლო უნდა. გესმით? თუ თვითონ არ უნდა გადარჩენოს, შენს იმის გამო არ უნდა დაიღუპო.